ნოდარ დუმბაძის მეგობრები ვერაფრით იჯერებდნენ, რომ გურულები ენამკვიტები და ოხუნჯები არიან. სულ იმას აბრალებდნენ, ნოდარაა ეგეთი და სხვებს რას აბრალებსო. ერთხელაც ნოდარას დაბადების დღეზე მისმა თბილისელმა მეგობრებმა გადაწყვიტეს. ავდგეთ და პირდაპირ გურიაში ჩავაკითხოთ, იქვე მივულოცოთო. გზას გაუდგნენ, ხიდის თავს რომ მიუახლოვდნენ, გაახსენდათ, საჩუქარი ხომ უნდა ეყიდათ. სოფლის დასაწყისში პატარა ხის ჯიხური დაინახეს. ბჯუტავი შუქი გამოდიოდა შიგნიდან, თითქოს თავის ამბავს თვითონ ყვებოდაო. შევიდნენ თბილისელები და გამყიდველს მიმართეს. ძმაო, ისეთი რამე გვინდა, თავგს რომ არ გადაურბენია. ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეზე მივდივართ და საჩუქარი გვჭირდებაო. გამყიდველმა ერთი გაიხედ გამოიხედა, თაროებს გადაუარა თვალით, თავი მოიფხანა და ბოლოს მიუბრუნდა სტუმრებს. მასეთი ძამა კატა მყავს. თუ ინებებთ, ჩემი თავი გენაცვალოთო. სტუმრებს სიცილი წასკდათ. მაშინვე მიხვდნენ, რომ აქ ხუმრობა სუნთქვასავით ბუნებრივი საქმე იყო.